საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სტუდენტები ახლა ამ წუთებშიც იმყოფებიან, ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სწორედ უნივერსიტეტის შესასვლელთან იმყოფებოდნენ, რადგან ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ ახალგაზრდებს შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ მისცა. კადრში გაჩვენებთ ახლა თუ რა ვითარება ადგილზე, ხედავთ შესასვლელს, საიდანაც შედიან სტუდენტები შენობაში და აქვე შესასვლელთან აქვს გაშლილი ლეიბები, აქვთ პლედები ახალგაზრდებს მოტანილი და სწორედ აი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში და ამ სიცივეში სწორედ ქუჩაში მოუწიათ მათ ღამის გათენება მხოლოდ იმიტომ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ესე, რომ ეს ახალგაზრდები არ უნდა ყოფილიყვნენ შიდა ტერიტორიაზე და ამ ახალგაზრდებმა მას შემდეგ გაიგეს ის, რომ მათ არ ჰქონდათ შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება, რაც ისინი იმყოფებოდნენ ირაკლი მიმინოშვილის ამ უნივერსიტეტის სტუდენტის მხარდამჭერ საპროტესტო მარშზე და უკან დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაცვის თანამშრომლები მათ შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ასევე აღმოაჩინეს ისიც, რომ სრულიად მოულოდნელად მათთვის იყო განცხადება გამოკრული უნივერსიტეტის შესასვლელში, სადაც საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ უნივერსიტეტში შესვლა, მაგრამ აქ შეკრებილი ახალგაზრდები ყვებიან იმასაც, რომ მათ უმრავლესობას აქვს აქტიური სტატუსი, მაგრამ დაცვის თანამშრომლებისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და მიუხედავად იმისა, რომ აქტიური სტატუსი ჰქონდათ, მათ მაინც არ მისცეს შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. პირდაპირ ეთერში მინდა ახლა აქ შეკრებილ ადამიანებს მოვუსმინოთ და მოვისმინოთ მათი პოზიცია. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, დათუნა, რომ გითხრა რა მოხდა გუშინ, როგორ გამვითარდა ეს მოვლენები, აქ მოსულებს შემთხვევით აღმოჩინეთ, რომ შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ ჰქონდათ, ხო? და ვიცით, რომ 10 დღეა რაც ეს პროტესტი მიმდინარეობს, მაგრამ მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ აქამდე. გუშინ საღამოს ვნახეთ კიდევ ერთი ცირკი დადგმული დაცვის მიერ და როგორ გვიყურებდნენ თვალებში და ნაცარს გვაყრიდნენ, ხო, სტუდენტებს. 10 დღის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი პრობლემა, არ შექმნილა არანაირი პრობლემა, რომელსაც გვინდა შევდიოდით, რომელსაც გვინდა გამოდიოდით და რატომღაც ესე გადაწყვიტეს, რომ სტუდენტები აღარ უნდა შეეშვათ და დისკომფორტი მიეცათ სტუდენტებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს პირადად გია კავთელიშვილმა, რომ ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი რაღაც ოთახი, ჩვენ შეგვიძლია გარეთაც გავაპროტესტოთ, მაგრამ მან 0 გრადუსში თავისი სტუდენტები გაყინა, სრულად ამ სიტყვის მნიშვნელობით გაყინა და გარეთ გამოაგდო, გარეთ დასვა, ხო? მან უნდა იცოდეს, რომ ეს შენობა სტუდენტების გარეშე არაფერი არ არის რა. და ჩვენ ერთ რამეს მოვითხოთ, რომ უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა და გია კავთელიშვილმა დააფიქსროს აზრი და გამოხატოს ის, რომ ჩვენი პატიმარი 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც არის რუსული რეჟიმის ტყვე, მის მიმართ გამოხატოს სოლიდარობა და თუ არ გამოხატავს ამ სოლიდარობას, ისიც გვითხრას და დააფიქსროს, რომ არ გამოხატავ მე სოლიდარობასო. ის მართლაც გაურბის ახალგაზრდა სტუდენტებს მეორე სართულზე, სეინოს პირველ სართულზე და მან იცის, რომ მესამე სართულზე ძალიან ბევრი სტუდენტი გამოხატავს სოლიდარობას ირაკლის მიერ, ხო? ამიტომ ჩვენ გვითხოვთ, რომ შევხვდეს სამ ადამიანს, შევხვდეს და გვითხრას თავისი აზრი. ამ გადაწყვეტილების მიზანი რომ მითხრა, რას ფიქრობ, რატომ გადაწყვიტეს, რატომ იღეს ესე უეცრად? აი ახლა ყველაზე მეტად სტუდენტების და ახალგაზრდების პროტესტის ეშინია თუნდაც ხელისუფლებას და რექტორებს თუ რას უკავშირებს? ხო, სხვა აზრზე რო არის ეს ფაქტი, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში ის რომ იყოს იმაზე, რომ სოლიდარობას უცხადებს ირაკლის, გამოვიდოდა და იტყოდა რა. ამიტომ დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ პირველ დღეს ბანერი ჩამოვკიდეთ ირაკლის სოლიდარობის და ჩამოგვიხსნეს. შემდეგ ჩვენ ვუთხარით, რომ რამდენჯერაც სტუდენტებს ესე გაგვეჯიუტებით და მოხვალ ჩვენ საპირისპიროთ 10 და 100 მაგად გაბრაზებულ სტუდენტს დახვდებით, იმიტომ რომ ჩამოგვიხსნიან 10 ჯერ ჩამოვკიდებთ ისევ და ეს ნახეს, რომ ბრალდება სტუდენტები, ვინც არ იცოდნენ, ჩვენი მეგობრები დადიოდნენ და სტუდენტებს ხვდებოდნენ, ხო? ნახულობდნენ სტუდენტები თუ როგორ აგვაქვს, შეგიძლიათ ნახოთ დროშები, ევროკავშირზე საქართველოს დროშები და ირაკლის სოლიდარობის დროშა არის გადმოკიდული, ბანერია გადმოკიდული, ხო? სტუდენტებმა ნახეს და ძალიან ბევრი სტუდენტი შეიკრიბა და ძალიან ბევრი სტუდენტი ვართ. ეს დისკომფორტი შეიქმნა იმ რუსული რეჟიმის მიერ ტიტუშკებისთვის, იმ ქართული ოცნების ახალგაზრდული წევრებისთვის, რომელიც მრავლად არის ამ უნივერსიტეტში. მადლობა ძალიან დიდი. მოკეთ უსმენთ სტუდენტებს, რომლებიც ამბობენ იმას, რომ იმის გამო რომ არ სურს ადმინისტრაციას, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს და ესე რომ ვთქვათ, დისკომფორტი შეექმნას, მათ სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ვნახეთ გუშინ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ თქვენ, როგორც საუბრობდით ცოტა ხნის წინ, ასევე თვითმმართველობის მოქმედი ჩათიდანაც გაგაგდეს და როგორც ამბობდით, ასევე განსხვავებული აზრი, ვისაც აქვს, ყველას რიცხავენ ამ ჩათიდან, ხო? აი ესეც რომ გითხრათ, რას უკავშირებთ და უფრო დეტალურადაც რომ მოგვიყოთ ამის შესახებ.
თვითმმართველობაში ვარ უკვე მეორე წელია. ჩემს განსხვავებულ აზრს მაქსიმალურად ვცდილობდი რომ დავიმფიქსირებინა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოზიცია არავის არ გააჩნდა, თუნდაც რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც აქციები იყო, მაშინაც თუმცა მხარი არავის არ დაუჭერია და ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა. აგრესია მოყვებოდა ხოლმე ყოველთვის, შეკამათებები ამავდროულად. ახლაც ვეცადე, რომ ჩემი აზრი დამიფიქსირებინა, თუმცა როგორც კი აზრი დავაფიქსირე, მითხრეს ის, რომ აქაურობა მსგავსი თემების განსახილველი ადგილი არ არის. მე ვიწვევ ქაოსს, შეურაცხყოფას ვაყენებ სტუდენტებს და ამის გამო გამომიშვეს თვითმმართველობიდან. ანუ განსხვავებული აზრის ჩახშობა სურთ თუ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? კი, რა ვიცი, როგორც ამბობენ პოლიტიკა და მსგავსი თემები, რაც გარშემო ხდება, თუნდაც ის, რომ ჩვენი სეუს სტუდენტია დაჭერილი, ეს ყველაფერი განსახილველი თემა არ არის და რეალურად ეს ამბავი, რომ ყველას ეხება და მათ შორის მათაც, რა ვიცი, ვერ იაზრებენ ალბათ, არ ვიცი. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ გარდა ამისა, ბოლო დღეებში ვნახეთ ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც სტუდენტები ამბობდნენ იმას, რომ დაცვის ფორმაში გადაცმული ტიტუშკები მიუგზავნეს იმისთვის, რომ უნივერსიტეტიდან გაეძევებინათ იქ გამაგრებული სტუდენტები. გუშინ ვნახეთ თქვენი არ შეშვება. აი ეს ყველაფერი რომ შეგვიფასოთ და გვითხრათ, არის თუ არა ეს ერთგვარი სპეცოპერაცია იმის, რომ სტუდენტები, ვინც პროტესტში აქტიურად არის ჩართული, არ მიეცეთ საშუალება მათი ხმის ამოღების პოზიციის დაფიქსირების თუ რას უკავშირებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? ესე იგი, ჩვენ ნახეთ გუშინ რა მოხდა სეულში იმის გამო, რომ რაც ხდება საერთოდ ქვეყანაში რა. ეს ყველაფერი არის დადგმული, რაც აქ ხდებოდა და ანუ თუ ჩვენ 10 დღის განმავლობაში შეგვეძლო შესულიყავით ჩვეულებრივად უნივერსიტეტში და გავგვიპროტესტებინა ის რაც ხდება საერთოდ ქვეყანაში და ჩვენი უნივერსიტეტს ამაზე საერთოდ არ გაუკეთებია განცხადება, ჩემი აზრით ეს არის ძალიან ცუდი რა. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ცირკი, რავი. ეგეთი რაღაცეები ანუ მე არ მესმის საერთოდ, როგორ შეიძლება ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში, ნორმალურ დალაგებულ უნივერსიტეტში ხდებოდეს რა. ანუ 10 დღის განმავლობაში თუ არ იყო პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევდიოდით შიგნით და ანუ არავის ამაზე პრობლემა არ ქონია, მე-11 დღეს არ უნდა ვგებულობდეთ იმას, რომ დღეს რატომღაც ვერ შევალთ. ანუ ჩვენ მარშზე ვიყავით გასულები, ანუ ირაკის მხარდასაჭერ მარშზე და იქედან დაბრუნებულებს გითხრეს, რომ არ შეგვიძლია არ შეგვიძლია უნივერსიტეტში შესვლა და ანუ ეს ამბავი, ანუ ჩვენ ისედაც გაფიცულები ვართ, ანუ არ ვფიქრობთ რომ უნივერსიტეტში თანხა უნდა გადავიხადოთ, თან გადავხადოთ იმ ადამიანს, რომელიც მარტო ფულის აკეთებლად აკეთებს ამ ყველაფერს და ანუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ეს ადამიანი გავამდიდროთ და ანუ არ გავამდიდრებთ იმ ადამიანს, რომელიც საერთოდ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს არც ერთი სტუდენტის მიმართ. ანუ თუ ჩვენი ირაკლი არის დღეს დაკავებული, ხვალ შეიძლება ერთ-ერთი ჩვენგანი იყოს დაკავებული და ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ იქნება დაფიქსირებული და თუ ირაკლის შემთხვევაში არ ხდება ეს, ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები დიდი ალბათობით და არა მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს, ეს უბრალოდ ფულის საკეთებელი მანქანაა და ანუ არაფერი არ ეშველება რა ამ ამბავს რა. მადლობა ძალიან დიდი, მოკლედ თქვენ უსმენდით სტუდენტებს, რომლებიც ამ წუთებშიც ახლა ადგილზე არიან შეკრებილები, იმყოფებიან როგორც გაჩვენეთ კადრში. ეს ადამიანები რჩებიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შესასვლელთან, რადგან როგორც უსმენდით, მათაც შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ დაცვის თანამშრომლები და როგორც ეს ახალგაზრდები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, 10 დღის განმავლობაში მათ მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ და გუშინ მიღებული ეს გადაწყვეტილება მათთვის არის სპეციალურად წინასწარ დადგმული სცენარი იმისთვის, რომ ამ ადამიანების პროტესტის ხმა იქნას ჩახშობილი და არ მიეცეთ განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება.